ფარგლებში თენგის ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის რიგით მე-11 საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი საზეიმოდ გაიხსნა. მსმენელთა წინაშე ცნობილი ქართველი მუსიკოსები წარსდგნენ. კონკურს ფესტივალზე სოლო ფორტეპიანოს მიმართულებით მოსვენები 4 კატეგორიაში, საფორტეპიანო დუეტის მიმართულებით კი 2 კატეგორიაში გაიმართება. კონკურსში მონაწილეობენ ახალგაზრდა პიანისტები 6-დან 25 წლის ჩათვლით. თენგიზ ამირეჯიბის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი მე-11 ტარდება და ტარდება თან ეს ბორჯომში უმშვენიერეს ქალაქში, უმშვენიერეს მხარეში. თვითონ წლევანდელი მნიშვნელოვანი იმით არის, რომ იხსნება ქართული კლასიკური მუსიკის ფესტივალი, სადაც თბილისის შემდეგ უკვე ბორჯომში მონაწილეობ. შემდეგ გვექნება უკვე ქუთაისი. შესაბამისად, წელს მონაწილეებს ძალიან ბევრი, რაც ძალიან გვახარებს, რაც მზარდი ინტერესი ამ კონკურსის მიმართ და ზოგადად ფესტივალის მიმართ. წლევანდელი წელი ნამდვილად გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქვეყნიდან ყავს მონაწილეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურსისთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში თენგიზ ამირეჯიბის სახელი კიდევ უფრო ფართოდ გახდება ცნობილი და გარდა ამისა გაიცნობენ იმ ულამაზეს მხარეს, რასაც ბორჯომი ქვია. Ცირითი ვართ ბედნიერები ბორჯომელები, რომ ასეთი კაი და ლამაზი ფესტივალი ტარდება ჩვენთან. ეს უკვე მე რამდენი წელია რომ ამირეჯიბის სახელობის კონკურს ფესტივალი ჩვენთან ტარდება და ძალიან დიდი წარმატებითაც. მე ვფიქრობ, რომ ბორჯომისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბორჯომი ზოგადად კულტურული ქალაქია და კულტურულად უნდა იცხოვროს ბორჯომელებმა. ჩემი ოცნების ბათუმი კომპოზიტორ